ამ ქალაქში ცხოვრობთ ადამიანები, რომლებსაც სამწუხაროდ ბავშვობა წაგვართვა ომმა და 6, 7, 8 წლის ასაკის შემდგომ ჩვენი ბავშვობა რეალურად გაქრა. იმიტომ რომ ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორია შენს ქალაქში ცვიოდეს ბომბები, როგორია ხედავდეთ დაჭრილ ადამიანებს, როგორია წასასვლელი არ გქონდეს არსად და შენი მშობელი ფიქრობდეს იმაზე, როგორ გადაგარჩინოს შენ. ზუსტად ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ კონკრეტული ადამიანები ამ შემთხვევაში ჩვენი საკრებულოს თავმჯდომარე გთხოვს, რომ მოვიხადოთ მადლობა და მოვიხადოთ ბოდიში რუსი ოკუპანტების წინაშე, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი დაბომბეს, იმიტომ რომ ჩვენი გმირები დახოცეს, იმიტომ რომ ბავშვობა წაგვართვეს. პირადად მე როგორც ახალგაზრდას, რომელმაც 6 წლის ასაკში ბავშვობა დავკარგე ომის გამო, მინდა ვთქვა, რომ არ მაქვს მოსახდელი ბოდიში, არ მაქვს მოსახდელი მადლობა რუსი ოკუპანტების წინაშე, იმიტომ რომ მე მათ დამაკარგინეს ცხოვრება, ჩემს ქალაქს მათ დააკარგინეს ცხოვრება, დაგვიხოცეს გმირები, რომლების მხრებზეც გადაიარა ამ ომმა. ზუსტად ამიტომ ერთ-ერთი ჩემი სათქმელი რაც არის ის, რომ მადლობა და ბოდიში გმირებს, მადლობა და ბოდიში ერთიანი თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველოსთვის შეწირულ ადამიანებს.